როგორ შევქმნათ ჯგუფი ან კლასი Flipgrid საიტზე. ამისათვის გამოვიყენოთ ღილაკი Create a Group, ჩავწეროთ ჯგუფის სახელი, ეს არის ჩვენი ჯგუფის კოდი, რომელთაც შემდგომში შეგვიძლია მოვიწვიოთ მონაწილეები. ჩვენ შეგვიძლია ჯგუფი შევქმნათ ორი ტიპის. ეს არის დახურული ჯგუფი მოსწავლეებისათვის და ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ საჯარო ჯგუფი ჩვენი პროექტის მონაწილეებისათვის, კონფერენციისათვის თუ ასე შემდეგ. სტუდენტების დამატების სამი ხერხი არსებობს. მე შემიძლია სტუდენტები დავამატო მათი ელექტრონული პოსტების საშუალებით, შემიძლია ხელით ჩავწერო თითოეული პოსტა, ან გამოვიყენო წინასწარ მომზადებული ფაილი. ასევე შემიძლია სტუდენტების username-ით მოვახდინო მათი დამატება ჯგუფში, ამისათვის დამჭირდება თითოეული სტუდენტის სახელის, გვარის და მათთვის მოფიქრებული username-ის ჩაწერა. ერთ ღილაკით დავამატებთ თითოეულ სტუდენტს. ასევე შეგვიძლია შევქმნათ Google Classroom. თუ ავირჩევთ საჯარო ჯგუფს, ანუ public ჯგუფს, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება თითოეული მონაწილის პოსტის ჩაწერა, თითოეული მონაწილისათვის username-ის მოფიქრება, მათ გაუგზავნით მხოლოდ ჯგუფის კოდს, აი ამ კოდს დავაკოპირებთ, გაუგზავნით და ისინი შეძლებენ შემოსვლას თავისი Microsoft-ის ან Google-ის ელექტრონული პოსტით. შემდგომში მე შემიძლია ჩავრთო უფლება, რომ თითოეულ მონაწილეს ახალი დავალებების დამატების შემთხვევაში მიუვათ შეტყობინება ელექტრონულ პოსტაზე, აი ამ ღილაკის საშუალებით შემიძლია ეს ფუნქცია გავააქტიურო. ასევე აი აქ გვაქვს ჯგუფის, ესე ვთქვათ, სტატუსი, ანუ ჩვენი ჯგუფი აქტიურია თუ დახურული. მე ამ შემთხვევაში დავტოვებ აქტიურს. შემდეგ ხდება ჩვენი ჯგუფის გარეკანის შერჩევა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თავად საიტის ბიბლიოთეკა, როგორც ხედავთ, კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული სურათები, მაგალითად ბუნება, ადამიანები, ტექსტურა და სასურველი სურათი ავირჩიო, ან შემიძლია ჩემი კომპიუტერიდან შემოვიტანო ძალიან მარტივად ჩემთვის სასურველი სურათი, ამის გაკეთების უფლებასაც მაძლევს. მოდით მე საიტზე ავირჩევ ერთ-ერთ სურათს, მაგალითად აი ამ სურათს, დავაწვევ ჯგუფის შექმნას და ჩემი ჯგუფი შექმნილია. შემიძლია თუ არა ჯგუფის მონაცემების რედაქტირება, წაშლა და როგორ ხდება გაზიარება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოდით გავაგრძელოთ. იმისათვის რომ გავაზიაროთ ჩვენი ჯგუფი და შევძლოთ მოვიწვიოთ მონაწილეები ჩვენ ჯგუფში, შეგვიძლია გამოვიყენოთ share ღილაკი, ანუ გაზიარება, გამოდის ესეთი ფანჯარა, რომლის საშუალებითაც მე შემიძლია დავაკოპირო ბმული და გავაგზავნო ჩატში, ელექტრონულ პოსტაზე და ასე შემდეგ. შემიძლია ავირჩიო ეგრეთ წოდებული QR კოდის ფუნქცია და ამ შემთხვევაში მე მაძლევს QR კოდს, რომ სურათის სახით, რომელიც მე შემიძლია გადმოვწერო და ასევე შემდგომში გავაგზავნო, ამოვბეჭდნო და გამოვიყენო როგორც მე დამჭირდება. ასევე შეგვიძლია გავაზიაროთ Google-ის Classroom-ში, ჩავაშენოთ embed კოდის საშუალებით ნებისმიერ ჩვენს საიტზე, გავაზიაროთ Microsoft Teams-ში და ასე შემდეგ. თუ მე მჭირდება ჩემს მიერ შექმნილ ჯგუფში გარკვეული მონაცემების რედაქტირება, თუნდაც სურათის შეცვლა, ძალიან მარტივად მე შემიძლია გამოვიყენო ფანქარი და შევცვალო ნებისმიერი პარამეტრი. ასევე ღილაკი Action-ის გამოყენებით მე შემიძლია კლასის ჯგუფის დუბლირება, შეტყობინებები ჯგუფიდან Teams-ში ჩასმა და ასევე ჯგუფის წაშლა, თუ არ მჭირდება ეს ჯგუფი, ძალიან მარტივად შემიძლია გამოვიყენო Delete Group ღილაკი. მოდით მოვსინჯოთ, გადავალ მე ჯგუფების ჩამონათვალში, როგორც ხედავთ, აი აქ მე 5-ია კლასი მიჩანს, გამოვიყენებ Action ღილაკს
ავირჩევ delete group. მეკითხება, რომ დარწმუნებული ვარ, რასაც ვაკეთებ, კი ბატონო, დარწმუნებული ვარ და წავშლი ჩემს მიერ ამ წუთას შექმნილ ჯგუფს. როგორც ხედავთ, ჩამონათვალში მე-5 A კლასი მოაქვს. გისურვებ წარმატებებს.